რაც ალბათ კულმინაცია არის ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის. მეხუთე საუკუნის ირანი უძლიერესი, ასევე უძლიერესია ბიზანტია. ორივენი ცდილობენ, რომ კავკასიური სახელმწიფოები პირად პროვინციებად გადააქცია. სხვადასხვა სომხეთსა და ალბანეთში განსაკუთრებით ირანმა ამას ძალიან იოლად მიაღწია. და მიაღწია შემდეგნაირად. დიდებულებს, ერისთავებს ირანის ხელისუფლება უგზავნიდა სიგელებს და სცნობდა ამ სიგელებით არა რიგით თქვათ ჩინოვნიკებად, არამედ მემკვიდრეობით მთავრებად და სანაცვლოდ სთავაზობდა ერთადერთს, რომ მათ სიუზერენად ნაცვლად საკუთარი მეფისა ირანის შაჰი ეცნოთ. ზუსტად იგივე საკეთებდნენ საქართველოში. აი მაგალითად ამის ნათელი მაგალითია პიტიახშების ოჯახი. პიტიახშები თუ სხვა ერისთავები, რომლებიც თავდაპირველად მეფისგან იყვნენ დანიშნულები, სპარსეთის შაჰის სიგელით ხდებიან დამოუკიდებელი მთავრები, რომლებიც უბრალოდ ნაცვლად გორგასლისა თავად მეფედ ცნობენ ირანის შაჰს. სამაგეროდ ირანი მათ არ თხოვს ხაზინაში არავითარ გადასახადის შეტანას. ძალზე იშვიათად გაიწვევს, რა თქმა უნდა, ომშიც, თავდაპირველად ის ასე იქცევა. და ამ პიტიახშების დაქვემდებარებაში მყოფი სხვა ძლიერი საგვარეულოები, ეს აზნაურული იქნება თუ ასე შემდეგ, რო არა უმხედრდნენ, თავის მხრივ პიტიახში უნაწილებს თავის ქონებას მათ პირობითად რო ავიღოთ. ქვემო-ქართლში თქვა და არის პირობითად 500 სოფელი. 500 სოფლიდან თქვათ 150-ს დაიტოვებს პირადად პიტიახში, 350-ს გადაუნაწილებს სხვა ძლიერ საგვარეულოებს. სახელმწიფო ხაზინაში, საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადასახადი არ შედის. შესაბამისად მოსახლეობიდანაც გადასახადი ნაკლებად იკრიბება. ეს მოსახლეობას სიმძიმედ არ აწვება. ირანის ხელისუფლება რელიგიასთან მიმართებაში არის შემწყნარებელი. არ გთხოვს, რომ მივიღო ზოროასტრიზმი, უარყოთ ქრისტიანობა და ასე შემდეგ. ერთადერთი რასაც თქვა ირანის ხელისუფლება ცდილობდა იყო ის, რომ თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იქნებოდა, ანუ ბიზანტიაში გაბატონებული ხდებოდა მონოფიზიტობა, კავკასიელები ყოფილიყავით დიოფიზიტები, ან თუ დიოფიზიტობა პატრიარქი ხდებოდა დიოფიზიტი, აქ მონოფიზიტობა. თუმცა ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ამასაც ეგუებოდა. თავარი რა იყო, იცით, საქართველოს მეფეს, როგორც მანამდე სომხეთის მეფეს, ალბანეთის მეფეს გამოაცალეს ქვეშევრდომები და რეალურად გამოიწვიეს ამ სამეფოების დემონტაჟი, იგივე გაეკეთებინათ ჩვენთვის. და სხვა შორის წარმატებითაც ახორციელებდნენ ამას. და ეგ რა ხდება? სამწუხაროდ ბევრი როგორც ეთქობა, ეკლესიის მესვეურიც არსებობდა ისეთი, ვინც ამ დიდ ფეოდალებთან ნათესაობაში იმყოფებოდა, მეგობრობდა და ამ პარტიას ეკუთვნოდა, როგორც ეთქობა, ესეთი იყო ეს ცნობილი მთავარეპისკოპოსი მიქაელი. და ამ დროს აკეთებს ვახტანგ გორგასალი ესეთ რამეს, როგორც კი მეფდება პეროზი, ის მიდის ირანში, დაუდგება გვერდით, გმირულად იბრძვის მასთან ერთად ცენტრალურ აზიაშიც, ინდოეთისკენაც, გამოიჩენს თავს 7 წელია იქ და დაუმტკიცებს, რომ შეიძლება პეროზისთვის უფრო მომგებიანი იყო და ირანისთვის ერთიანი საქართველო, ვიდრე ამ სეპარატისტული პრინციპებით დაშლილი პარაზიტებისაგან დაშლილი, რომლებიც შეიძლება გვერდში არ დაუდგნენ. და დიახაც, როგორც ჩანს, პეროზი ამაზე ყაბულდება, პეროზი ხდება ვახტანგის მოკავშირე. ეს არისხებს ქვეშევრდომებს, ბრუნდება თუ არა ვახტანგ გორგასალი, თავს ვერ იკავებს მთავარეპისკოპოსი მიქაელი და მას კბილებს ჩაუმტვრევს. გორგასალი საქმის გარჩევას თხოვს კონსტანტინოპოლს, ისინი რა თქმა უნდა მიქაელს ამტყუნებენ და ინიშნება კათოლიკოსად ვახტანგის მიერ შერჩეული პეტრე, მაგრამ ნახეთ რას ვაწყდებით. ვარსკენი გრძნობს, რომ მორჩა ის დაკარგავს დამოუკიდებლობას
და ის იძულებული გახდება, რომ დაექვემდებაროს ვახტანგს. ამიტომ ის გარბის ირანში და იღებს ზოროასტრიზმს, მაზდეანობას. ხა საქმე რა არის, რომ ირანის შაჰი ავტომატურად არის ზოროასტრული რელიგიის პატრიარქი. და ვერც ერთ შემთხვევაში უკვე პეროზი თავის ერთ მორწმუნეს, როგორი მეგობარი და ახლობელი ცალნაგოს გორგასალი, ვერ დააჩაგრინებს გორგასალს. ამის უფლებას მას უკვე რელიგია აღარ აძლევს. და ამ დროს იწყება კონფლიქტი, თავდაპირველად შიდა ოჯახურ კონფლიქტსაც კი გავს ვარსქენ პიტიახშა და შუშანიკს შორის, მის ცოლ შუშანიკს შორის. იქ არის ეჭვი, რომ ვარსქენმა ქალიშვილის ხელიც კითხვა, როდესაც პეროს შუშანიკისთვის საერთოდ მიუღებელი იყო, ხა შუშანიკი იყო სომხეთის დიდი კათოლიკოსის ახაგდიდის შთამომავალი, ასევე სომხეთის მმართველის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი და ეს მის ამბიციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. მოკლედ გავუვიდა კონფლიქტი და ამ დროს შუშანიკის რწმენაში გასამყარებლად მასთან მიდის იაკობ ხუცესი და ძალიან საინტერესო რამ არის. თვით შუშანიკის წამებაში ჩანს, რომ დირექტივებს იაკობ ხუცესი იღებს სამუელ ეპისკოპოსისგან. და ვინ არის სამუელ ეპისკოპოსი? ეს არის ვახტანგის მიერ შერჩეული პეტრე კათოლიკოსის უახლოესი მეგობარი და პეტრეს შემდგომი მეორე კათოლიკოსი მცხეთის, ასევე წმინდანი. ვახტანგ გორგასლის, ასე ვთქვათ, ბანაკის განუყოფელი წევრები და მისი განუყრელი თანამებრძოლი. და სწორედ ისინი ამყარებენ რწმენაში შუშანიკს, რომლის კონფლიქტიც ვარსქენთან თავდება ვარსქენის აბსოლუტური დისკრედიტაციით. რისი დასტურიც არის შუშანიკის წამებაში ესეთი პასაჟი, როდესაც აღწერილია, რომ შუშანიკის სანახავად ბოლოს მოდიოდნენ აზნაურნი, დიდდიდნი და ზეპურნი, დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლის, აი ქართლისანი. და ეს ყველა მთელი ერი, რომელიც მიდის და შუშანიკს ეთაყვანება, ის გმობს ვარსქენს. და ამის შემდეგ, უკვე შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგს არასთვის ძალიან იოლია, რომ პოლიტიკურად, ზნეობრივად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული და მიწასთან გასწორებული ვარსქენ პიტიახში ფიზიკურადაც გაანადგუროს და კლავს. და სწორედ ამის საპასუხოდ არის, რომ მერე მოდის საქართველოზე ირანელების ლაშქრობა. მართალი ვახტანგი მარცხდება, მაგრამ არ ნებდება, ბრძოლას აგრძელებს და როგორც ითქვია, მერლა ღმერთით შეეწევა. მასთან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს პარალელურად ცენტრალურ აზიაში ჰუნებთან ბრძოლაში იღუპება პეროზი, სპარსეთის სამეფო კარს მოიცავს არეულობა, აქ შემოსული სარდლები იძულებულნი არიან, რომ ირანში დაბრუნდნენ და შიდა პრობლემებში ჩაიძირონ და საქართველო გადარჩება და თავისუფალი. მონათხრობიდან ჩანს, რომ ვახტანგ გორგასალი არის თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, დიდებული პიარ ტექნოლოგი. აი, აბსოლუტურად თანამედროვე აზროვნების ადამიანია. რაც მან ვარსქენს გაუკეთა და როგორც მან ეს მოღალატე გაანადგურა, ეს ალბათ თანამედროვე პოლიტტექნოლოგებსაც კი შეშურდებოდა.